ისხნის ტაძარში სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ადასტურებს, თუმცა თურქეთში ქართველი სპეციალისტების მივლინება გადაუდებელ ამოცანად კვლავ რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქულ მხარესთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და 12 აპრილს ანკარაში მხარეებს შორის შეხვედრა შედგება, სადაც მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საკითხს განიხილავენ. ექსპერტების ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მივლინების მზადყოფნაზე დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. მოამბის შეკითხვაზე ბიზინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ამ მივლინებას დააფინანსებს. ისხნის უძველესი ქართული ტაძრის რესტავრაციაზე ქართველი სპეციალისტების გამგზავრების თარიღი ამ დრომდე გაურკვეველია. ქართული მხარე თურქეთის ოფიციალურ ნებართვას ელოდება. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სპეციალისტები მზად არიან დაუყოვნებლივ გაემგზავრონ ისხანში. ქვეყნის საგარეო უწყება თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი ანკარაში 12 აპრილს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის, ოზგურ ასლანის შეხვედრაზე გადაწყდება. აი ამ წუთებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს და ჩვენ ფაქტიურად ყოველწუთიერად ვართ კავშირში მათთან, რომ ველოდებით მათ დასტურს, რომ ჩვენი ექსპედიცია გაემგზავროს. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობას და მათ სარესტავრაციო სამუშაოებში ქართული სპეციალისტების ჩართვას პრემიერ-მინისტრი ბიზინა ივანიშვილი მედია საშუალებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გამოეხმაურა. მოამბის შეკითხვაზე პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა დააფინანსოს ქართული სპეციალისტების მივლინება თურქეთში. ჩვენ მივახციეთ, რომ შეიძლება ქართული სპეციალისტების ჩასვლა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ახალი ხელისუფლების. და მე ვფიქრობ, ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა თურქეთში. რა თქმა უნდა, დავაფინანსებთ. თუ ვერ დავაფინანსებთ მთავრობა, სხვა გზებს ნახავთ, თუ არ იქნება კულტურის სამინისტროს, მაგრამ აუცილებლად დავაფინანსებთ და აუცილებლად უნდა მოახერხოთ, რომ ქართულმა სპეციალისტებმა მიიღონ მონაწილეობა ამ ძეგლების აღდგენაში. მოამბისთვის ცნობილი გახდა, რომ ისხნის უძველესი ტაძრის შიგნის სარესტავრაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ეს ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ სულ ცოტა ხნის წინ მოგაწოდა. თურქული ფირმის ოსმან გულსუმის წარმომადგენლები ამ დროისთვის ეზოში ტაძრიდან ჩამოცვენილი თუ მონგრეული ქვების გადარჩევას აწარმოებენ. ბუბა კუდავას აზრით, ამ ეტაპზე სამუშაოების შეჩერება არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა და თურქული მხარე ხვალ სამუშაოებს არ განაახლებს. საკითხი სახელმწიფოთა შორის დონეზე უნდა გადაწყდეს. სამუშაოები მთლიანობაში შეჩერებული არ არის. შეჩერებულია იატაკის დადაბლების პროცესი, რაც ყველაზე უფრო საგანგაშო იყო. ბოლო დღეებში ნანახმა ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაგვაწყდა, რომ სპეციალისტების ჩართვა საფრთხის დაუცველია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ისხანში ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები გაავრცელეს. მასალაში კარგად ჩანს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში როგორ მიმდინარეობდა ისხანში იატაკის დადაბლების პროცესი. თურქული ფირმა სამუშაოებს წერაქვებით ახორციელებდა. კადრები მაშინაა გადაღებული, როცა ტაძრიდან გამოტანილი მიწის მასის გარეთა ტერიტორიაზე გადაყრის პროცესი ბულდოზერების საშუალებით მიმდინარეობდა. მიწის ეს მასა შეიცავდა მოჭიქული კრამიტის მოზრდილ ფრაგმენტებს, ორნამენტიან დეტალებს. მუშებმა ეზოში დაუნომრებად და აღურიცხავად გადაყარეს ქვები, რომელიც შიგნით ისხანის მეჩეთად გადაკეთების დროს კედლის დაშლის შედეგად გამოთავისუფლდა. ეს ქვები ფრესკების მნიშვნელოვან ფრაგმენტებს შეიცავდა. მან არის სუფთა მეთოდოლოგიური და პროფესიული შესრულებები. მან დაარსებობდა საპროექტო ჯგუფი, რომლებიც იყვნენ გარკვეულად ამ პროფესიის დარგის წარმომადგენლები და არის კიდე შემსრულებელი კომპანია, რომელიც ახორციელებს ამ სამუშაოს. იქაც ალბათ ტენდერების საფუძველზე ხდება მოგება, იქაც ალბათ ის პრინციპია, რომ იაფი იმარჯვებს და იაფი კიდე ყოველთვის ხარისხიანი როა ჩვენს ყველამ უნდა კარგად ვიცოდეთ და აგი ბატონო იაფი სათანადო წესების დაცვით და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ძალიან ბევრი რამ უკვე დაკარგულია. მდგომარეობა შემდგომში ისიც გაართულებს, რომ ძნელი გასარკვევი აღმოჩნდება ტაძრის რომელი ფრაგმენტი საიდანაა აღებული. ისხანი და სხვა ქართული ძეგლები თურქეთში გადაუდებელ და სასტრაფო შველას საჭიროებს.